ჭადრაკის დაფა. თათია პაჭკორიასთან ერთად. საერთოდ ჭიდაობის დროს, როდესაც მოწინააღმდეგე ხდება, როცა დიდი ხანია სპორტში ხარ და პირველი ნომერი ხარ, საერთოდ ყოველთვის ყველას იცნობ და ყოველთვის აკვირდები შენს მოწინააღმდეგეს შეისწავლო მისი ჭიდაობა და შემდეგ აკეთებ იმის მიმართ ცვლილებს. რა თქმა უნდა, შრომის შედეგია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, იქაც არის როგორც ჭადრაკში ხდება, იქაც არის ცვლები. ფიქრი აზროვნება, არა მარტო ძალა, არა მარტო ფიზიკურობა, თუ არ იფიქრე და არ იაზროვნე, არასდროს დიდი შედეგს მიაღწიო. მარტო სპორტი არ არის, კიდევ ვიძახი, არის ცხოვრებაშიც კიდევ ჭიდაობა, ასევე ვიძახით მოჭიდავეები საერთოდ. ზურაბ ზვიადაურისათვის ჭადრაკის დაფაზე ერთი კონკრეტული ადგილის პოვნა წარმოუდგენელია, რადგან იქ არსებული 64 უჯრიდან ერთდროს თითქმის ყველა პოზიციაზე მდგარა და ტატამზე მყოფ მოწინააღმდეგეებზე მეტად საკუთარ ცხოვრებას შეჭიდებია, რამაც საბოლოო ჯამში მეგობრის, შრომის, გამარჯვებისა და თუნდაც ლამაზად დამარცხების ფასიც ასწავლა. ლამაზად დამარცხება არ არსებობს, არსებობს ლამაზად დანარცხება, ასე რომ ვთქვათ, რო იბრძვი რაღაც მიზნისთვის და შენს მაქსიმუმს რო გაიღებ, მაგრამ ვერ მოიგებ. ამას ქვია, ამას ეძახიან ლამაზად დამარცხებას. ანუ აქ სილამაზე არაფერი არ არის, როდესაც მარცხდები, სილამაზე არ ქვია მაგას, მაგრამ ამას ქვია ბრძოლის უნარიანობა რო გააქვს, რო იბრძვი შენი გამარჯვებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში აგებ. ყოველ დღე ჩვენ ვართ მაექრობაში. ყოველ დღე თითქოს აი ჩვეულებრივ დღესაც კი, იმიტომ რომ ყოველ დღე ცხოვრება ახალ სულებს გვიკეთებს. ახალ რაღაცა მიზნებია, ახალი სირთულეებია და ყოველ დღე გვიხდება არჩევანი, ყოველ დღე გვიხდება პასუხი, რომელი სვლა გავაკეთოთ. და ჩვენი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორსვლებს გავაკეთებთ. რაც შეეხება დამარცხება გამარჯვებას, ეხლა ზურა ამბობდა, მე მინდა თქვა ზურა შენ მაინც ხარ სპორტსმენი ხარ და ესა, მაგრამ მე მინდა თქვა რომ დამარცხება ლამაზად არსებობს და შენი მოგვარე დამარცხდა ლამაზად, რომ გესტება როცა ყელი გამოჭრეს. არა ლამაზად დამარცხდა, მაგრამ ის ამ დამარცხებით გაიმარჯვა. ალბათ აი ესეთი რაღაცა სუბსტანცია არსებობს. დამარცხებით გაიმარჯვა, იმიტომ რომ თავზე ვიძალა არ ქონდა, მაგრამ გული არ მოკვდა, გული ვერ დაამარცხეს და ვაჟკაცობა ვერ დაამარცხეს. აი ესეთი დამარცხებიც არსებობს ამაზე, რა თქმა უნდა. შენ წვალობ იმის გულისთვის, რომ მიაღწიო იმას, რაც მაქსიმუმია სპორტში და საერთოდ ცხოვრებაშიც. მაგრამ დამარცხებისთვის ჩვენ არ გავდივართ, არ ვჭიდაობთ ჩვენ დამარცხებისთვის, ჩვენ გვინდა მოგება, ჩვენ გვინდა გამარჯვება. ეს ძალიან რთულია, როდესაც მარცხდება ადამიანი. მარადიული გამარჯვების სახელით უკდავყოფილი ზვიადაურების გვარის საბრძოლო სულისკვეთება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ხევსურეთის ყველაზე ბოლო სოფლიდან, არდოტიდან იღებს სათავეს, სადაც დიდი ხნის წინ ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის წინაპრები ცხოვრობდნენ. არის ულამაზესი ადგილი, ულამაზესი სადაც ქვია და ყოველთვის, როდესაც მეძლევა ხოლმე ამის საშუალება, ანუ იქნა გამომდინარე, რომ მე ძალიან დაკავებული ვარ, დღეში 2-ჯერ 3-ჯერ ვარჩევი არის, ვახერხებ ხოლმე წელიწადში ერთხელ ჩასვლას და სილამაზით ვკრები ხოლმე. თუმცა რეალურად ქართული ბუნების სილამაზისა და ქართველი კაცის ხასიათის აღქმა ახმეტიდან დაიწყო, სადაც დაიბადა და სადაც ბავშვობიდან მხოლოდ ქართულ ჭიდაობას ასწავლიდნენ. ჩემი ორივე ძმა ჭიდაობდა და შემდეგ 8 წლის ასაკში 8 წლის ავიყავი, რომ შემიყვანეს ჭიდაობაზე და აქედან ხან ცემით, ხან ჩხუბით, ხან
რა ვიცი, ასე გრძელდებოდა ჩემი ალბათ 13-14 წლამდე დავყავდი ვარჯიშებზე. უფროსი ძმების ფიზიკური ძალადობა ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ ზურაბ ზვიადაურმა მისი სპორტული მონაცემების, ტალანტისა და შრომის ფასი თავადვე არ გააცნობიერა და არ აღიარა, რომ ზოგადად ჭიდაობის სიყვარულთან ერთად სავალდებულო მრავალსაათიანი ვარჯიშით საჭირო იყო. როცა ადამიანი იზრდება და წლები ემატება, სხვადასხვა აზროვნებას თავისთავად იზრდება და ვფიქრობ, რომ დღეს თუ არ იშრომე, თუ რაღაც შეეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შრომის შედეგია. მე ვფიქრობ, რომ უნდა ივარჯიშო მეტი, რომ მეტ შედეგს მიაღწიო. მაგრამ ეს ძალით ხდებოდა ეს ყველაფერი, ჩემი ეს ვარჯიში, გინდა თუ არა უნდა გააკეთო. აი აქედან გამომდინარე, ალბათ ჩემი ისე ვიძახი ქართული სულისკვეთება, ის რაღაცა ჩემი ჟირკით ვთქვი, რომ თუ არ ივარჯიშე, ალბათ სხვანაირად შედეგს ვერ მიაღწევ. იმას, რომ 10 თავით უნდა იყო ყოველთვის მაღლა შენს მოწინააღმდეგეზე, მეტოქეზე, რომ არც საჯმად არ ჩაგროს და ყველას ეს წარმატებით ჩაატარო ის შეჯიბრი. ფიზიკური სიძლიერისა და სიცილქის მიუხედავად, თანატოლების დაჩაგვრა მის ხასიათში არ იჯდა. თუმცა ზურაბ ზვიადაურს სკოლაში მაინც პირველ ხულიგანს უწოდებდნენ. მე-7 კლასამდე ცელქი ვიყავი, მოუსვენარი. სკოლის ამონგდები ვიყავი, ასე რომ ვთქვათ, სკოლაში. ერთ-ერთი თითი საჩვენებელი ხულიგანი ვიყავი სკოლაში, მაგრამ მე ალბათ ადამიანი რო იზრდება, ემატება ჭკუა, ვარდება ჭკუაში და ეს ჭკვიანი. დღეს ცდილობს ცხოვრებაც ჭკვიანურად წაიყვანოს და საკუთარ ქცევასაც თავადვე აკონტროლებს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ სანამ სპორტსა და მასთან დაკავშირებულ დისციპლინას ცხოვრების წესად აქცევდა, გარშემო მყოფ კეთილის მყოფელებს დიდი ბრძოლა და ნებისყოფა დასჭირდათ. ერთ-ერთი მათგანი კი მისი მამინდაშვილი, ასევე სპორტსმენი სამბისტი, თემურ შეთეგაური გახლდათ, რომელმაც მთელი თავისი აუხდენელი ოცნებები მოგვიანებით ზურაბ ზვიადაურის ხელით აისრულა. სისმასავლდა ყოველთვის, რომ გვერდზე არ გამეხედა, დრო არ დამეკარგა, დილით ადრე ამდგარიყავი 7 საათზე და საღამოთი ადრე დავწოლიდიყავი. რა თქმა უნდა, ეს არის სპორტსმენის რეჟიმი. თუ გინდა რომ დიდი სპორტი იჭიდაო და დიდ შედეგს მიაღწიო, ალბათ ეს ალბათ კი არა რეჟიმში უნდა იყო ყოველთვის. თუ არა ჩემი ძმები, თუ არა ჩემი მამინდაშვილი და ჩემი მწვრთნელი ამასთან ერთად გუგული აბრამიშვილი, ალბათ მე დღეს არ ვიქნებოდი ზურაბ ზვიადაური. ასე შევიდა და დამკვიდრდა ზურაბ ზვიადაური იმ დიდი ოჯახის წევრად, რომელსაც სპორტული სამყარო ჰქვია, სადაც ტალანტთან ერთად გარკვეული წესებისა და ქცევის კოდექსის დაცვაა საჭირო, სადაც მოვლენათა განვითარება არაერთ სირთულესა და ამდენივე შანსს გაძლევს, სადაც პედესტალზე ადგილების განაწილების მიუხედავად ან გაღიარებენ, ან არა. ყოველთვის სპორტში ისწავლება დისციპლინა. რა თქმა უნდა, სახლში სწავლობ ამას, მაგრამ იქ სხვანაირი დისციპლინა უნდა. იქ ბევრგან გიწევს გასვლა, ბევრ ადამიანებს ხვდები, ისედაც ხვდები ცხოვრებაში, მაგრამ აქ სულ სხვანაირი, სულ სხვა დამოკიდებულება გინდა ადამიანთან, სულ სხვა დამოკიდებულება გინდა ამ სპორტთან და ყოველთვის მწვრთნელი ატარებს მაგალითად ამაზე გაკვეთილს, რომ დისციპლინის გარეშე სპორტი არ შეიძლება. თუ დისციპლინა არ გაქვს, მაშინ შენს ტიტულებს აზრი არ აქვს. დისციპლინა უნდა გქონდეს პირველ რიგში, უნდა იყო ადამიანი, უნდა ჯდებოდეს შენი საქციელი იმ ზომებში, რაც სპორტი ითხოვს. და შემდეგ სპორტი. სპორტი მართლაც ბევრს ითხოვს, თუმცა ზურაბ ზვიადაურისაგან არა მხოლოდ სპორტმა, ცხოვრებამაც ჩვეულზე გაცილებით მეტი მოითხოვა. გამოცდა ნებისყოფასა და გამძლეობაში, ან სურვილებსა და უბრალოდ ფიზიკურ გადარჩენაში 1997 წლიდან დაიწყო და 2000 წლამდე გაგრძელდა. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი გლეხის ოჯახიდან, რომელსაც არ ქონდა არანაირი საშუალება, რომ
რაღაც აი მამიკუს შვილია, ვიღაც რაღაც დამხმარებოდა, ან ჩემი მამა ჩემი დამხმარებდა, დედა დამხმარებოდა, ჩემი ძმა დამხმარებოდა, არც ჩემს სანათესაოში ისეთი ვინმე იყო, რომ აი ვიღაცას ფული რაღაცა. ეს უბრალოდ რა არის, იცი? ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს. ანუ, როდესაც გინდა, შენ გულით გინდა რომ რაღაცას მიაღწიო. ის აუცილებლად იქნება. ეს კიდევ ვიძახე, ეს არის შრომის შედეგი ეს ყველაფერი. მე წამოვედი 97 წელს თბილისში. ცხოვრობდი დარბაზში და 3 წლის განმავლობაში იყო დღეები, 2-3 დღე გასულა, რომ საჭმელიც არ იყო. ეს ცუდია თუ კარგია, ესე იყო. სიმწრით ბევრჯერ მithქვია, რომ მოდი ამ სპორტის ესეც, ამ სპორტის ისეც მithქვია, დავანებო თავი და ან წავიდი, ან რაღაცა გავაკეთო ისეთი, რომ რაღაცა ლოკმაპური ვიშოვო. ყოფილა ესეთი დღეებიც, ეს რაოდენ სამარცხვინოც არ უნდა იყოს, მალთა იყო ესეთი დღეები. ხელფასი მქონდა, მაგრამ გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, რომ ხელფას არიგებდნენ 3-4 თვეში ერთხელ და ისაც 1 თვისა, მაქსიმუმ 2 თვისა მოეცათ ხელფასი და მაშინ მქონდა 50 ლარი, 60 ლარი მქონდა ხელფასი და აქედან ამ ფულს ვავიღებდი ყოველთვის, როდესაც ამ ფულს მივიღებდი, იყო ჩემი დაბადების დღე თვლიდი ყოველ დღეს. ანუ როცა ფული მოვიდოდა, რომ მეყიდა საჭმელი და მეჭამა ნორმალურად. მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის ყოფა მასთან ერთად ასევე დარბაზში მცხოვრები ამ ხანაკების გარდა არავისთვის იყო ცნობილი. ახლობლების კითხვას ხომ არაფერი გინდა, ყოველთვის ტრადიციული პასუხი ჰქონდა. ეს ადამიანზეც არის დამოკიდებული, მე ვერავის ვერ ვეუბნებოდი იმას, რომ აი ხო როგორ არ მინდა, მე მშია. ეს ჩემში არის და ესეთი რაღაცა მე ვიღაცისთვის რაღაცა მომეთხოვა. ყოველთვის თავს ვღუნავდი და ვიძახოდი, არა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ვინაც იყო ჩემს გარშემო და ვინაც ხედავდა ამ ყველაფერს, ის რა თქმა უნდა ყოველთვის ვისი საშუალებაც იყო იმით მეხმარებოდა და გვერდზე მედგა, რომ მე არ მიმეტოვებინა ეს სპორტი და გამეგზელებინა, მეკეთებინა ის საქმე, რაც მე მაგალითად წინ წამწევდა. ანუ ვინაც ხედავდა ჩემში ტალანტს. საერთოდ სპორტსმენისათვის თაკვების გარეშე ვარჯიში მის დაღუპვას ნიშნავს. ამიტომ მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ზედმეტი დატვირთვისაგან თავის დაღწევას სხვადასხვა მოგონილი მიზეზით ცდილობდა. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მისი გამოცდა ნებისყოფაში, რომ არა მწვრთნელის შოთა ხაბარელის განსაკუთრებული ინტერესი ამ მიზეზებისადმი და მისივე კეთილი ნება. იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ დაგვედგა თავზე, ჩვენ 4-5 ბიჭი ვიყავით დარბაზში ცხოვრობდით. იყო რამდენიმე შემთხვევა დაგვედგა თავზე და არ ქონდა საჭმელი, შემდეგ წამოვლა ხელი, მომკიდა ხელი და თავის რესტორანში დამინიშნა დღეში 3-ჯერადი კვება. იქაც ვერ მივდიოდი, იმდნად მცხენოდა ამის, მაგრამ მოდიოდა თვითონ მომკიდებდა ხელს, გადამიყვანდა და ვიღებდი იმას, რაც სპორტსმენმა მიიღოს. ანუ სულ ელემენტარული, რომ ვარჯიშის მერე ენერგია აღმედგინა. აი აქედან გამომდინარე, მე 2000 წლიდან დაიწყო ჩემი სერიოზული შეჯიბრებები და სერიოზული წარმატება. თუ ადამიანს სულში არ გიზის და არ ჩაიდე თავში, რომ მე ჩემი ვარჯიშით და ჩემი შრომით მაქსიმუმს მივაღწიო, თუ არ გიდევს ეს თავში, ეს აზრი, შენ ვერასოდეს ვერ გახდები და ყოველთვის რაღაცას დააბრალებ. იცი რა, აი იმ საჯმა არ გამიმართა, იცი რა, მე აი რაღაცა ფული არ მაქვს, იცი რა, აი ბევრი ადამიანისგან მესმის მაგალითად ეს დღესაც მესმის ესეთი რაღაც, რომ აი იცი რა, ფული არ არის და აი ვერავ ქაჩავ, აი ეს ჟარგონულად რო ვთქვა, არ არის საშუალება, აი იმას ბევრი ფული აქვს და ის არის ნაკრებში და ესეთი რაღაცა არც უნდა ფიქრობდეს შენ ამას. უნდა იშრომო, არის თუ არ არის, უნდა იშრომო, უნდა იწვალო, რომ შენ გქონდეს იმის საშუალება, რომ მიხვიდე იქამდე. ეს არის ფსიქოლოგიური მომენტიც არის აქ, რომ უნდა შენ თავს უნდა შემოუძახო, რომ შენ სპორტის სადმე სიყვარული თუ გაქვს, ხო?
არ უნდა გაივლოს შენის თავში, რომ მოდი იცი რა, მე ფული არა მაქვს და ხელი ჩაიქნიო. გენერალური რეპეტიციები ოლიმპიურ ჩემპიონობამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. იყო გამარჯვებაც და დამარცხებაც, თუმცა მის სპორტულ კარიერაში ყველაზე წარუმატებელმა ასპარეზობამაც კი სამომავლოდ სერიოზული мотиваცია წარმოშვა. პირველად წავიდი ევროპაზე, წავაგე, პირველი შეხვედრა წავაგე, იყო ოლიმპიური ჩემპიონი მარკ ხუზინგა, ჰოლანდიელი, პირველივე შევხვდი მას და მომიგო ძალიან დიდი ანგარიშით და დაურეკე ჩემს და უთხარი რომ მეთქი წავაგე მეთქი ევროპის ჩემპიონატი მეთქი მომიგო ამან მეთქი და იქიდან იყო ლანცვაგინება როგორც ააგე შენეთქო ბარ ვარჯიშობ აი ესეთი რაღაცა ნუ იცოდა იმან რომ მე აქ რო იყო როგორ ვარჯიშობდი მართა და მინდოდა რომ გამეკეთებინა შედეგი მაგრამ უბრალოდ ჩემი პირველი შეჯიბრი იყო ის დიდებში ევროპის ჩემპიონატი და ну ეხლა გამოუცლელი ვიყავი იყო ოლიმპიური ჩემპიონი ხო და დიდი ანგარიშით დამამარცხა მაგრამ იქიდან მე იმ დღიდან თქვი რომ სანამ დიდ შედეგს არ გავაკეთებ არ მივახცევ დიდ წარმატებას მე ჩემს ძმას არც უპას ხებ ტელეფონზე და არც დაურეკა ფიცი დავდე თუ რა ვქენ უბრალოდ ჩემი სიტყვა იყო ესეთი რომ სანამ შედეგს არ გავაკეთებ მე ჩემს ძმას არ დაურეკავ შემდეგ მართლაც ესე მოხდა არ დამირეკია 3 თვის განმავლობაში საერთოდ არც მიპასუხია იმის ზარს რეკავდა მაგრამ არ პასუხობდი ზურაბ ზვიადაურის სატელეფონო დუმილი მიუნხენის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე გაგრძელდა თუმცა საბოლოო შედეგამდე ვეღარ მოითმინა და ძმას შეეხმიანა მეთქი როგორ ხარ და ვერ მისნო ხამდენი ხანი 3 თვე არ დავლაპარაკე უბრალოდ და ვერ მისნო და სათხარო მე მეუთხარი მე ვარ თქო და სათხარო მითხრა და მეუთხარი მეთქი არც იცოდა მე თუ მსოფლიოზე დავდგებოდი იყო ეს რაღაც წასვლა არ წასვლის ეს იყო ან გამგზავრებოდი ან არა კონკურენცია იყო მაშინაც ძალიან დიდი ხო და სათხარო და მეუთხარი გერმანიაში ვარ მეთქი და მისო მსოფლიოზე ხარო კი მეთქი და მე რო რაკენიო და რა შვებიო წააგეო მეუთხარი არა მეთქი არ წამიგია ფინალში ვარ მეთქი იმდანაც რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ფინალში ვიყავი უკვე ხვდებოდი ტუნისელს და აი 1000% დარწმუნებული ვიყავი რომ მოვუგებდი იმ ტუნისელს და ვიქნებოდი ფინალში და მეუთხარი ფინალში ვარ მეთქი და იმდანაც გახარებული იყო იმდანაც გაუხარდა რომ რა ვიცი ტელეფონი ალბათ გაისროლა თუ რა ქნა არ ვიცი გაითიშა ის ჩვენი ხმა საფინალო შეხვედრა ფრანგ ძიუდოისტთან დემიონ ფლუკოსთან პაექრობაში კვლავ მარცხით დასრულდა რასაც შემდეგ წელს მსოფლიო ფინალში ასევე წარუმატებლობა მოჰყვა თუმცა მაშინ ზურაბ ზვიადაურზე უფრო კარგად არავინ გრძნობდა რომ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ნამდვილ წარმატებას 2003-ში უფრო ისე იყო რომ ვიყავი მისული უკვე გამარჯვებამდე მაგრამ იქ რაღაცა შეცდომა დაუში საერთოდ ძიუდოში ის რაღაც ხდება პატარა ერთი წამით რომ რაღაცა შეცდომა დაუშვა პროფესიონალი არ გაპატიებს ამ პატარა შეცდომას და ასეც მოხდა შეცდომა არ მოპატია და წავაგე მეორე მსოფლიო ფინალი და შემდეგ ერთი მსოფლიო ფინალი მეორე მსოფლიო ფინალი და ალბათ ეს მესამე ვიფიქრე რომ მეთქი ეს ორი მსოფლიო ფინალი წავაგე და მესამე ხო სამი და სამართალი ვასია ნათქვამი ამ დიდი ტრამვების შემდეგ 2004-ში დიდი გამარჯვება მოვიპოვე რამაც ძალიან დიდი სიხარული და ხალხის სიყვარული მომცა
ჩემთვის პირველი ოლიმპიადა იყო ეს და რო ჩავედი და შევედი დარბაზში ვიფიქრე მეთქი კაცო ეს ოლიმპიადა მე მეგონა რაღაცა სასწაული უბრალოდ მომეჩნდა ჩვეულებრივ შეჯიბრად მთელი ციკლი ემზადებიან რომ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ხო 4 წელიწადი მედის მზადება ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე ხო და რადგან საისე მომეჩვენა ეს ოლიმპიური თამაშები მაგრამ თურმე გამარჯვებას ქონია აქ თავისი ხიბლი როცა იმარჯვებ და როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები იქ აი ენით აუღწერელი სიხარულია ემოციების მართვა, რასაც მწვრთნელები ყოველთვის ასწავლიდნენ, ამ ვითარებაში შეუძლებელი აღმოჩნდა. დღეს თითქმის ყველა ქართველს კარგად ახსოვს ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ზურაბ ზვიადაურის ჟესტი და მზერა ქართველ გულშემატკივართა ლოჟისაკენ. ყოველთვის, როდესაც შეჯიბრში დავდი, ყოველთვის მიგზავნოდა ხოლმე რომ არ გამომეხატა ემოცია. არასდროს. უბრალოდ მიხსენდა იმას, რომ იმიტომ არ უნდა გამომეხატა ეს ემოცია, რომ ხალხში მაინც ქართველი საქართველოში მაინც სხვანაირად ჩანს ეს რომ აი რა აი ზედმეტი თავდაჯერებულება ზედმეტი იყო ეს ყველაფერი და ოლიმპიადაზე რო ვიყავით რომ მოვიგე ფინალი და მოვუგი ამ იაპონეს შევტრიალდი და თითი გავიშვირე ქართველების კი შევტრიალდი და თითი გავიშვირე და ზიეს ასე ვხედავ ჩემ ამინდაშვილს ზიეს ასე სკამს უემოციო და მგონია რომ მეთქი დავიჯერო მეთქი კაცო ახლა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი და კიდე ზედმეტი გავაკეთე მეთქი თითი ავწიე მეტი ხორაფერი გამიკეთებია მეთქი რა ჩემთვის უცებ ეს წამში ხდება ეს გავიფიქრე და მეთქი რაც არის რაც არ უნდა მითხოს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი მეთქი და რაღაცნაირად თავს გამოიზრენ თქო და თურმე ცუდად გახდა და კაპლები დაჭირდა მოსატრიალებდა იმ დონეზე იყო ცუდად გული წაუვიდა რამის ამ ხელა ემოცია რომ ხალხი რო დავინახე ხალხი რო ჩამოვედი თბილისში აეროპორტში რო ჩამოვედი გავიხედა ხალხი იმაზე გიზოსებზე იყო ამოსული ხო და გამიკვირდა მართლა ჯერ პირდაპირ ჩართვა იყო იქიდან და შენ არ ეციო ზურაო რა ხდებაო კორესპონდენტი მეუნება რა შენ არ იცი რა ხდებაო თბილისში ინგრებაო თბილისი მთელი საქართველო მე უბრალოდ მეგონა მეთქი სახში ჩვენები ზეიმობენ ამ ყველაფერს ჩემი ნათესავები და ჩემი მეგობრები მართლა არ მეგონა მართლა ვერ წარმოვიდგენდი ამ ხელა სიხარულს თუ ამ ხელა სიხარული თუ ექნებოდა ოლიმპიურ ჩემპიონობას ხო და შემდეგ ქუჩაში რო გამოვიარე მეთქი რა ხდება ქუჩაში ხალხი გამოშლილი იყო აი ეს აეროპორტის გზაზე რო გამოვედით და შემდეგ აქ რომ მოვედით თავისუფლების მოედანზე და გადამოიხედეთ ზემოდან მეთქი ჩვენი გულისთვის არის ეს ხალხი მოსული თვალწინ ვაწვდენდი არ ჩანდა ბოლო მართლა ვიძახი ამას ბოლო არ ჩანდა და გაკვირვებული დავჭი მართლა გაკვირვებული დავჭი გამოვედი ჯერ ისედაც არ მიყვარს ლაპარაკი და ემოციისაგან სულ დავმუნჯდი ამ დღიდან მოყოლებული ბუნებრივია ხალხის განწყობაც შეიცვალა და მისი დამოკიდებულებაც საზოგადოებისადმი. დღეს ზურაბ ზვიადაურისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია თუ როგორ აღიქმება მისი ქცევა გარეშე თვალისათვის. საკუთარ ქმედებათა და თუნდაც გამონათქვამთა კონტროლის დაუფლებას ზუსტად 2 წელი დასჭირდა. ყოველ სიტყვაზე, ყოველ ნაბიჯზე ჩემ თავს კონტროლს არ უწევდი, ვიყავი თავისუფლად ვიქცეოდი ისე როგორც მე მიხარობდა და მსიამოვნებდა. მაგრამ აი იმის მერე ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ძალიან ბევრი რამე დამანახა ოლიმპიურმა ჩემპიონობამ. ხალხთან ურთიერთობაში თვითონ ყოველი ჩემი ნაბიჯი, ყოველი ჩემი სიტყვა საერთოდ ვფიქრობ რომ აი არ თქვა სადღაც ზედმეტი, უკვე ზედმეტად მეჩვენება თუნდაც აი ან გაღიმება, ან ჩემი რაღაცა, ან სადმე მეთქი ზედმეტი არაფერი იყოს, ზედმეტი არაფერი მოეჩვენოს ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ზედმეტს არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ ყოველთვის იმის ფიქრში ვარ, რომ ასე თუ ისე მე ხალხისაგან მივიღე ეს სიყვარული, ხო? ხალხმა მოცა ეს პოპულარულობა და მე არ მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინაც მე სიყვარული მომანიჭა, რომ რაღაც ჩემი მხრიდან რაღაც ცუდად მოეჩვენოთ. და აი ეს გამიცნელდა მე ეს რამოდენიმე
1-2 წელი მართლა მიჭირდა რომ რაღაცნაირად ამეყვანა თავი ხელში. თუმცა ხალხი ჭრელია, მასებიდან წამოსული აზრი კი ადრესატამდე ფილტრის გარეშე აღწევს, რასაც ზურაბ ზვიადაურისათვის არაერთხელ უტკენია გული. ფიზიკური ტრავმები კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რასაც 19 წლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად ებრძვის. მე გავიკეთე 6 თვის უკან ოპერაცია, მძიმე ოპერაცია, ანუ დისკი ამომაცალეს ხერხემლიდან. მაწუხებდა ტრამვები ძალიან ისე და უკვე ხალხი უკვე ისე იყო ჩემს მიმართ რა ისიო მორჩა მაგის სპორტის ზვიადაური დაბერდა ზვიადაურის აღარაფერი შეუძლია და ყოველთვის ისე ვერ გააკეთებ და ყოველას ვერ დაანახებ იმას რა იცი რა მე ტრამვა მაქვს ხალხს უკვე დაეკარგა ნდობა ჩემს მიმართ რომ აიცი რა უკვე ზვიადაურ ბიზნესში წავიდა ზვიადაურმა მიაღწია იმ მისაღწევს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და რაღაც უნდა მაგა სპორტი აი ესე უკვე ესე ლაპარაკობდა ხალხი და ესე არ იყო ესე არ არის იმიტომ რომ მე 19 წელიწადია ამ სპორტში ვარ და როგორ შეიძლება ადამიანი როცა ამდენი ხანია სპორტში ხარ და ამდენი შედეგები და ამ ხედა სიყვარული გაქვს სპორტის მიმართ და ესე უწევ ხელიკრა ის რომ კვლავ ფორმაშია და წარმატებით ასპარეზობს, სულ რაღაც 1 კვირის წინ დაამტკიცა. ზურაბ ზვიადაური ამბობს, რომ ძიუდოისტთა თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილის მოპოვება ოლიმპიური ოქროს მედლის შემდეგ ყველაზე დიდი სიხარული იყო. სპორტის შემდეგ დიდი სიხარულია ასევე მისი საამშენებლო ბიზნესიც, რომლის წარმატების საიდუმლოც კომპანიის სახელიდან იწყება. გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი მაგალითად მეშენებინა, ამეშენებინა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩემ ბიზნეს პარტნიორთან ერთად. და ერთად გავიკეთებინა ის კეთილი საქმე, რასაც მშენებლობა ქვია, რასაც ქვეყნის მშენებლობა ქვია. ამ კომპანიის ბიზნეს სტრუქტურის შემქმნელი და პრეზიდენტი ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ზაზა რაზიკაშვილი გახლავთ, რომელიც ცნობილი მწერლისა და პედაგოგების გვარში ერთადერთი ბიზნესმენია. ზვიადაურებისა და რაზიკაშვილების მეგობრობა კი ძალიან დიდი ხნის წინ ვაჟა-ფშაველა სტუმარ მასპინძლიდან დაიწყო და ჩვენ სინამდვილეში საამშენებლო ბიზნესში გაგრძელდა, სადაც თემსა და პიროვნებაზე მსჯელობა დღემდე აქტუალურია. ეს არის თავისებური მეორე შეხვედრა ამ ორი გვარის და მე მგონი მეორე შეხვედრაც ისეთივე წარმატებული უნდა გამოდგეს, როგორც ეს უდიდესი პოემა არის. და სხვათა შორის ამ პოემასაც ზვიადაური ერქვა თავიდან მე გადაარქვა ვაჟა-ფშაველამ და დაარქვა დასრულდა დაამთავრა ეს პოემა შემდეგ დაამთავრა და მე ვიტყოდი რომ ზურას აი ეს ვაჟკაცობა ზურას აი ესეთი ცეცხლივით რომ გამოდის ხოლმე ხალიჩაზე ეს იქიდან მოდის ამ გენეტიკიდან მოდის რა მისი გამარჯვებები რა თქმა უნდა ჩვენთვისა უდიდესი სტიმული ხოლო როცა დაამთავრებს მე ზურას სპორტს ალბათ აი ესეთივე წარმატებული იქნება ბიზნესში ადამიანს რო შეხედა ვეტყობა ურთიერთობიდან გამომდინარე შეერობა ადამიანს უნდა ენდო თუ არა. ამ შემთხვევაში მე ვენდე საზას და რო თქვათ ასე, რა ვიცი, თუ შეიძლება ითქვას, დობით აღჭურვილი პირია. შეიძლება მეგობრებმა იკამათო, შეიძლება მეგობრები დაპირისპირდე რაღაც თემაში. ეს ჩვენი თამაში არ არის ბრძოლა, ეს არის კამათი და კამათში იბადება ჭეშმარიტება. როგორც კი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მოევლინა, კომპანიის შექმნის იდეაც მაშინ გაჩნდა, რომელიც დღემდე ერთი პრინციპით მოვიდა: ხალხი ენდობა გამარჯვებულებს, გამარჯვებულნი კი პროფესიონალებს. თავისთავად ცხადია მე ვიტყოდი, რომ კარგი პარტნიორი ეს არის ნახევარზე მეტი საქმის და მე ვთვლი, რომ გუნდი ესე არის კარგი მაშინ, როცა ადამიანები ავსებენ ერთმანეთს. ანუ სხვადასხვა თვისების ადამიანები შეძლებენ, რომ შეიკრენ ერთგუნდად ის ხალხი, რომელიც იცხოვრებს ჩვენ კომპლექსებში, მათ წინ ყავდეთ თავიანთი გმირი ბავშვებს, რომელიც იქ იქნებიან. ამა დაინახო, რომ გამარჯვება მიიღწევა, ასე გამარჯვება მიიღწევა შრომით და გამარჯვება მიიღწევა იმით, რომ დაიხარჯო ბოლომდე. ესე ცოცხალი მაგალითები იქნებიან ყველა კომპლექსებში. ძალიან ბევრი ადამიანი წასულია ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს და წვალობს, იმიტომ რომ აქ რაღაცა თავის ადგილი ვერ იპოვა. და თითქმის მე ვიტყოდი რომ 50-60% მაინც ჩვენი გაყიდული ბინებისა მოდის ამ ადამიანებზე
და ესეთი რაღაცა სიამაყის გზნობა ჩდება ხოლმე, რომ ჩვენ უკეთებთ ბუდეს ამ ადამიანებს. ანუ ისინი დაუბრუნდებიან თავის ფესვებს და ამ ფესვებს და ამ ბუდეს ჩვენ უშენებთ. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ამ ბიზნეს ჯგუფისათვის მართლაც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა. თუნდაც ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილის, ასევე ოლიმპიური ჩემპიონის, ჯარჯი ზვიადაურის გამო, რომელიც სპორტის ამავე სახეობაში ობიექტური მიზეზების გამო დიდი ხანია საბერძნეთის სახელით ასპარეზობს. მე ჩემ ბიძაშვილსაც არ ვამტყუნებ, იმიტომ რომ როგორც მე ვიყავი, ისე ცხოვრობდა ესაც, ხო, იგივე პირობებში იყო ის. რახან ბიძაშვილები ვართ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბიძაშვილებს ერთი აზრი გვაქვს, ხო? მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ის აკეთებს თავის საქმეს. თუმცა ერთ საქმეს ვაკეთებთ ორივენი, მაგრამ მან ამჯობინა ეს, რომ წასულიყო და იქ უკეთესი პირობები იყო. უკეთესი პირობები შესთავაზეს. წავიდა და მას გაუმართლა. მართლა გაუმართლა, გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და დღეს ის ცხოვრობს ავიცი. ძალიან კარგად გრძნობს თავს საბერძნეთში, მაგრამ მართალია მტკივა მეც. მტკივა რომ ჩემი ბიძაშვილი სხვა ქვეყნის სახელით, სხვა დროშის ქვეშ დგას და მის ჰიმნს აკვრეინებს. ანუ საბერძნეთის ჰიმნს აკვრეინებს. ეს არის დიდი ტრამვაა, რა თქმა უნდა. მაგრამ ის პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ ის არის მამლუქი. ჯარჯი მამლუქი არ არის. და არც ის ადამიანები, ვინაც წავიდა და სხვა ქვეყნის სახელით, ის იმას შეექმნა ისეთი სიტუაცია, რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან. ის გაჭირვებას გაექცა, მაგრამ იმას ისეთი სიტუაცია აქვს და ისე არის იქ, რომ იქიდან აღარ შეუძლია იმას წამოსვლა. სპორტი არის მოკლე. დღეს ხვალ და ზეგუკი აღარ ახარ. ტრამვა მოგივა, გეტკინება რაღაცა, ცოტა სერიოზული ტრამვა, всё, მორჩა შენი სპორტული კარიერა. ეს თუ არ გამოიყენე, შემდეგ უკვე აღარაფერი აღარ იქნება. მართალია დღეს ზურაბ ზვიადაური თავის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ბუდეს სწორედ ამგვარი ბედის ადამიანებს უკეთებს, თუმცა ზოგადად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით უცვლელი პოზიცია აქვს. რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოსთან ფეხი გადავდგა? რა ვიცი, არ მაძლევს ჩემი ქართული სულისკვეთება იმას, რომ მე მაგალითად აქედან ფეხი გადავდგა სხვა ქვეყანაში. არასდროს ამას არ გავაკეთებ.